მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე კი რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მე და ის რა იქნება ჩვენს შორის. დღეს გავშლით სამ პოზიციაზე, თქვენს წინაშე არის პოზიციები, ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ არჩეული ვარიანტის გადარჩევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ თქვენზე არ რეზონირდება არჩეული პოზიცია და ვისაც ჩემთან პირადი კონსულტაცია გსურთ, დამიკავშირდით დეტალებისთვის მესენჯერში. საკონტაქტო დატოვებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. და რა თქმა უნდა, უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც მას რთავთ, უსმენთ და ის კავშირში არ არის თუ საიტზე როდის მაქვს მე განთავსებული. ვინც არჩეთ პირველი პოზიცია, მოგესალმებით და ვნახოთ თქვენ და ის ადამიანი, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა იქნება თქვენს შორის. სხვათა შორის აქ მოდის ერთმანეთის უკეთ გაცნობის ან გაგების პერიოდი, როდესაც ერთმანეთის ზრუნვას მოუხშირებთ ან დაიწყებთ, ხო? რაღაც მომენტში ერთმანეთის საზრუნავი ზრუნვის საკითხები მოიმატებს ერთმანეთზე, ზრუნვა მოიმატებს, შეიძლება საერთო საზრუნავი საკითხი გაგიჩნდეთ და აი ამის წყალობით უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობთ ამ პიროვნებასთან. რა გამოცდილებაც თქვენ გაქვთ, თქვენი გამოცდილებები, მხარში დგომა, მხარდაჭერა მას დასჭირდება, რა გამოცდილებებიც, ანუ უპირატესობებიც ცხოვრებაში მას აქვს, მზად იქნება, რომ თქვენ ბევრი რაღაც გაგიზიაროთ. რაღაცა სირთულე არის, შეიძლება რაღაც რთული ეტაპი ან ბევრი გასაკეთებელი საქმე არის დაგროვილი და დაიწყებთ ერთმანეთის მხარდაჭერას, როგორც გითხარით, რომ რაღაც შეუმსუბუქოთ ერთმანეთზე, შეიძლება იყოს ზოგიერთი თქვენთაგანი შემთხვევაში საერთო საქმიანობა, სადაც პარტნიორი გადაღლილია და თქვათ ეტყვით, რომ არა უშავს დღეს მე ამ საქმეს გავაკეთებ და შენ დაისვენებ, თქვათ, ხო? შეიძლება ეს იყოს ფინანსური პრობლემა, რომ მაგალითად აი მე გადავფარავ ამ თვეში რაღაცას, მერე როცა გეკნება დამიბრუნიან რაღაც ესეთი, ხო? თქვენს თავზე მოარგეთ. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ მენტალური ან მორალური მხარდაჭერა, რომ ძალიან ისე დაგრუსული მძიმე დღის შემდეგ მოვიდეს, გული გაგიხსნათ, თქვენც რაღაც რჩევა მისცეთ, ან პირიქით თქვენ გქონდეთ რთული დღე და გული გადაუშალოთ ამ პიროვნებას და ისეთი მხარდაჭერა მიიღოთ მისგან, რომ დღის ბოლოს ძალიან დიდი განტვირთვა იგრძნოთ და სხვათა შორის ძალიან კეთილ და ესე ვთქვათ, ლამაზ დასასრულზე მიდის, რომ რაღაცა საქმე, რომელსაც ერთმანეთს შეუმსუბუქებთ და მიდის ფინალი ისეთი, რომ ძალიან კარგად იგრძნობთ ერთად თავს. შეიძლება დაგვირგვინდეს ეს დღე რაღაც ბარში გასვლით, კაფეში გასვლით, რაღაც მეგობრებთან თავშეყრით და რაღაცა მხიარული ნოტაზე დამთავრდება. თუ ხანგრძლივი პროცესია და რაღაც ის სერიოზული საკითხის მხარდაჭერაზე არის საუბარი, ფინალი კარგი გიჩანთ, ანუ ორივე თავს გაართმევთ არსებულ პრობლემას და ერთმანეთის რჩევებით, მხარში დგომებით თუ დახმარებით ძალიან კარგ რეზულტატს მიიღებთ. სხვათა შორის აი როგორც გითხარით, რაღაცა ეს ამ პროცესების წარმართვა, მოგვარება თქვენს ურთიერთობას უფრო გაამყარებს, უფრო მეტ გრძნობას მოიტანს ერთმანეთთან, უფრო დიდ სიახლოვეს იგრძნობთ. ერთმანეთის იმედი გაგიმართლდებათ. რაღაც მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრით მთავრდება, ხო? ისეთი მომენტები გექნებათ, რომ რთულ პერიოდში ეს პიროვნება ან თქვენთვის რთული პერიოდი თუ არის ეს პიროვნება საყრდენი გამოდგება და იმ იმედს გაგიმართლებთ, რის იმედიც გაქვთ მასთან მიმართებაში. დაგემშვიდობებით პირველებო და ახლა განვიხილავთ ჩვენ მეორე პოზიციას და გავიგოთ მეორეებო თქვენ შემთხვევაში თქვენ და ის პიროვნება, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, რა იქნება თქვენს შორის.
აქ სპონტანურობა მოიმატებს, მიიღებთ მისგან უეცარ შემოთავაზებას, ან იცით როგორი ენერგიული მომენტი ექნება, რომ ენერგიით სავსე გაიღვიძებს, ან რაღაც ენერგიულად იგრძნობს თავს და უცებ მოუნდება, რომ ეს ენერგია თქვენ გაგიზიაროთ. ეს არის სურვილი, რომ სადმე ერთად წახვიდეთ, ან უეცრად მოვიდეს, შეგხვდებათ, ნაკლები საუბარი იქნება თქვენ შორის და მეტი ქმედება. ანუ ტელეფონზე საუბრები ჩანაცვლდება ფიზიკურ ურთიერთობებზე, ანუ პირდაპირ შეხვედრები არის, ანუ სოციალური ქსელიდან გამოხვალთ და გექნებათ მომატებული შეხვედრები. რაღაც მნიშვნელოვანი სპონტანური ნაბიჯი არის, ძალიან ესეთი კარგი განწყობით მოვა, ენერგიული განწყობით მოვა, ძალიან ბედნიერი იქნება, დამუხტული იქნება, რაღაც აი ესეთი აჟიტირებული, ეიფორიაში მყოფი ადამიანის ენერგიით მოდის ეს პიროვნება. და ვნახოთ კიდევ. შეიძლება უეცარი შემოთავაზება მიიღოთ მისგან, რომ გაემგზავროთ სხვა ქალაქში ერთად, ან მასთან ჩახვიდეთ და დარჩეთ. ეს არის ღამის ერთად გატარება, შემოთავაზება ღამე, რომ ერთად გაატაროთ. ეს არის ვნება, ძალიან დიდი ვნება, სურვილი, რომ თქვენთან იყოს. ჩაგეხუტოთ, მეტი სითბო მოგცეთ, ემოციები მოგცეთ, ფიზიკური სიახლოვე იგრძნოს თქვენი. და რა თქმა უნდა მოიმატებს თქვენ შორის რაღაც ბედნიერი, დასამახსოვრებელი მომენტები, სადაც ბევრი მოგონებები დაგრჩებათ. მოიმატებს, როგორც გითხარით, რაღაცა მნიშვნელოვანი შემოთავაზება გექნებათ ამ პიროვნებისგან, თქვენთვის ძალიან სასიხარულო და შემოგივათ მისგან ბევრი ზარები, ბევრი SMS-ები, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ამ ტელეფონით ურთიერთობას გვერდზე გადადებთ და უცებ გადადიხართ რეალურ სამყაროში, სადაც ძალიან, აი, ხედავ რომ რამდენიმე 3-4 დღეს ერთად ძალიან აქტიურად გაატარებთ. შეიძლება სადმე დასასვენებლად ერთად წახვიდეთ, ან მეგობრებთან ერთად გახვიდეთ. სოციუმში გასვლა არის ეს, ბევრი ვნება არის, აი რაღაცა ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც თაფლობის თვესავით გექნებათ. სხვათა შორის ეს პიროვნება ყველაფერს დაგავიწყებთ, რაც აქამდე თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო და მოგიხსნით სტრესს. შეიძლება თვითონ გსტრესავდათ აქამდე, მაგრამ ეს ყველაფერი ეს ცუდი ნეგატიური ფონი ამ პიროვნების მუხტით და ენერგიის წყალობით და საჩუქრებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სპონტანურად საჩუქრით მოვიდეს, შეიცვლება. თქვენი ურთიერთობის ტემპი იცვლება. რაც აქამდე თქვათ, სათუო იყო, გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა, ან რაღაც გულში ხინჯად გქონდათ, აი ესეც იცვლება და უკეთეს ენერგიაში გადადიხართ, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ აი ენერგეტიკულად უფრო ის თემა მოდის, რომ შორგზაზე მოგიწევთ ერთად წასვლა, ან რაღაც ასეთი სურვილი აქვს ამ პიროვნებას, რომ რაღაც ქალაქში წახვიდეთ, ან სამოგზაურო წახვიდეთ, ან საზღვარი გადაკვეთოთ. ბევრ შემთხვევაში ეს ესაა. მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია ახლა არ გაქვთ, ან გამორიცხულია რომ ეს მოხდეს, თქვენ შემთხვევაში არის რაღაც მნიშვნელოვანი სიმშვიდე შემოვა თქვენთან, რომ აი ამ პიროვნებასთან მიმართებაში თუ რამე ეჭვი გქონდათ, თუ აი რაღაცა სათუო საკითხი იყო ეს ურთიერთობა, გამოვა, არ გამოვა, აი რაც კი რაღაც ეჭვები გქონდათ, ამ ყველაფერს ამთავრებთ და ძალიან დიდ სიმშვიდეში გადადიხართ ამ პიროვნებასთან. დაგემშვიდობებით, მისგან იქნება ყველანაირი ნაბიჯი და ინიციატივა, ეს ამოვიდა.
და გადავიდეთ ახლა მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით მესამეებო და ვიგებ თქვენ შემთხვევაში თქვენ და ის პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ რა იქნება თქვენს შორის. აქ ყველაფერი იცვლება ბედის პორპალი გვეუბნება, რომ რაღაც დროებით ენერგიაში ხართ. ან დროზე ხართ ძალიან დამოკიდებული. შეიძლება დროებით არის ის თქვენს ქალაქში, ან თქვენ ხართ მასთან დროებით ჩასული. რაღაც დროის ფაქტორები არის, ისაც რა ეტაპიც გაქვთ ამ წუთას, მუდმივი არ არის და რაღაც დროის ფაქტორების წინაშე დადგებით. აქ მოკლედ ამ პოზიციაზე ორი ვარიანტი არის. ან შეიძლება წავიკითხოთ ეს გაშლა ასე, რომ ამ პიროვნებას ელოდებით, რომ რაღაცას გამოასწორებს და თქვენი კონფლიქტი თუ დაძაბულობა დროებითი არის და ამ ლოდინში სულ სხვა ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში აქტიურობით და დიდი მონდომებით და უცებ სხვა პიროვნება ჩდება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თქვენს მოლოდინებს და დროის ფაქტორებს და ასე ვთქვათ, სურვილებს პირაცა სიყვარულო ურთიერთობაში რადიკალურად შეცვლის და საერთოდ რა გეგმებიც გაქვთ, ის გეგმები არ იქნება, თუ ამ პიროვნებასთან ისევ კონტაქტზე ხართ, ვისაც ეს გაშლა აირჩიეთ და ჩაიფიქრეთ. თუ ისევ კონტაქტზე ხართ, იცოდეთ, რომ ეს პიროვნება თუ აი უცებ დრო დაგაკლოთ, ან რაღაც მომენტში კრიზისი გქონდათ, ან პატარა გაუგებრობები იყო, რადიკალურად იცვლება თქვენ შორის ეს რაღაცები და ირო ფიქრობთ, რომ რაღაცა უფრო უარესისკენ წავალთ, უეცრად შემოტრიალდება სიტუაცია და კარგისკენ წახვალთ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ აი მაგალითად 3-4 თვე არ კონტაქტობთ და მისგან არაფერი მოდის, მაგრამ ელოდებით რომ რაღაცას იზავს, აქ ამ მოლოდინის ხარჯზე უეცრად შემოდის სხვა პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც თქვენს მოლოდინებს და სასიყვარულო ენერგიას სრულიად შეცვლის. მაგრამ ისედაც თითქოს ამ პიროვნებასთან რაღაც დროებით ენერგიებს გადიხართ. აი უცებ შეიცვლება ყველაფერი. ერთი დღე იქნება ძალიან სხვანაირი, მეორე დღეს იქნება რადიკალურად სხვანაირი დღე მასთან გატარებული, მესამე დღეს სულ სხვანაირი მოცემულობა იქნება და იტყვით, რომ აი ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ერთი წლის გასავლელი გავიარეთ ამ ერთ კვირაში. კარგი მომენტებიც იქნება, ცოტა დაძაბულიც იქნება, რთულიც იქნება და აი განწყობილებაც მუდმივ ცვალებადობაში იქნება. შეიძლება როგორც გითხარით, ერთ-ერთი თქვენთაგანი სადმე დროებით ხართ, ანუ დროებით შეხვედრა, დროებითი ჩასვლა არის, მუდმივად ერთმანეთთან არ ხართ ახლოში და რაღაც დრო უნდა გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად დატკბეთ ამ მომენტებით, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ. რომელსაც, რა თქმა უნდა, ბევრი ემოციებით გაივლით, ძალიან ბევრი ემოციები გექნებათ და შეიძლება ცოტა ემოციური გადაწყვეტ კი გამოიწვიოს ამან, იმიტომ რომ მაქსიმალურად გინდათ რომ ყველაფერი ერთად მოვასწროთ, იმიტომ რომ მე ამის საშუალება დიდი ხანი აღარ გექნებათ. სხვათა შორის კარგი ის არის, რომ ორივე ერთნაირ განწყობაზე იქნებით და ძალიან კარგად შეეწყობით ამ პროცესში. აი ძალიან ქაოსური და რაღაც გადარბენების საკითხები არის, რომ ისიც სწრაფად გავაკეთოთ, იმიტომ რომ დროში ვიწვევით, მაგრამ თითქოს აი ორივე კვერთხების ენერგიაში ხართ, ან ორივე ხართ ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენლები და ერთი მუხტი გაქვთ, ან შეიძლება ერთმანეთი აიყოლიოთ, ტემპში ახვეთ ერთმანეთს და საერთო სურათი ის არის, რომ თქვენ შორის ახალი გზები გამოჩნდება, აი შეიძლება ეხლა ბრმად მიყვებით რაღაცას, რომ აი ეხლა ამ მომენტით ცხოვრობთ და ახლა ყველაფერი კარგად, მაგრამ აი შემდეგ მომავალზე არ იცით უკვე კითხვის ნიშანი გაქვთ, რომ შემდეგ მომავალში ნეტა რა იქნება, არ ვიცი, აი ეხლა კარგად ვარ, მაგრამ მე რა მოხდება და აღმოჩნდება, რომ მომავლის პერსპექტივა არის და რაღაცა კარი იხსნება და სამომავლოდაც ბევრი სასიკეთო ენერგიები გექნებათ ამ პიროვნებასთან და თუ მაგალითად აი ესეთი ურთიერთობა არის ახლა, რომ ეხლა დაიწყეთ ურთიერთობა, ვთქვათ, ჩახვედით მასთან ან თვითონ ჩამოვიდა რაღაც კარგი რომანტიკული შეგრძნებები გაქვთ, მაგრამ სამომავლოდ არ იცით, გააგრძელებს თუ არა ეს ადამიანი, თქვათ, თქვენთან ურთიერთობას. აღმოჩნდება, რომ ამ პიროვნებას სამომავლო პერსპექტივები უკვე აქვს თქვენთან მიმართებაში და ენდომება, რომ წყულში იყოთ.
აი ეს მომენტები არის, მაგრამ ის ვინც ვახსენე რომ დუმარე ადამიანს ვინც ელოდებით, ხო, აი შეიძლება რაღაც სპონტანურად სადმე წახვიდეთ, დროებით, რაღაც დასასვენებლად იქ ადამიანი გაიცნოთ და აღმოჩნდეს რომ იმ პიროვნებამ შემოიტანოს ზუსტად ეს მუხტი, რაზეც ახლა ვისაუბრე და მასთან ააწყოთ უკვე წყვილში სხვა ადამიანთან გამოვიდეს ხო აი წყვილური ურთიერთობა სხვასთან შედგეს და აღმოჩნდეს რომ აი სპონტანური და დროებითი რომანი გეგონოთ, მაგრამ აღმოჩნდეს რომ ხანგრძლივი რომანი იქნება და ეს ადამიანი დაინტერესებული იქნება თქვენი კონტაქტის შენარჩუნებით და უფრო მეტიც რაღაც თქვენს მეწყვილედ ამოვიდა აქ და ძალიან აქტიური და ჩქარი ტემპები გელოდებათ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, ყველას და მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.